დიახ, ეს არის გზებზე სიტუაციების მერვე ნაწილი, რაც იმას ნიშნავს, რომ იხილავთ ყველა იმ გიჟურ კაცს, რაც ჩვეულებრივ ეპიზოდებში არ ხდება ხოლმე. თითქოს ჩვეულებრივი ეპიზოდები ნაკლებად გიჟური იყოს, მაგრამ მაინც. ასე რომ მოიწონეთ ვიდეო, დატოვეთ კომენტარი, გამოიწერეთ არხი, შეგახსენეთ რომ ეს ყველაფერი კვლავ უფასოა და ამ ხრივ არაფერი შეცვლილა. სამაგიეროდ კი ჩემთვის არის мотивация, რომ რაც შეიძლება მალე ავტვირთო შემდეგი ეპიზოდი და არ მოგიწიოთ დიდი ხანი ლოდინი. წავედით. ჩინური მანქანები შემოდის და შემოდის მოკლედ. ერთჯერობით მანქანებში უფრო მაგრები არიან ვიდრე მოტოებში. ჩვენებთან ბოდიში, მაგრამ აქ MotoGP მიდის. თბილისო მზის და საცობის მხარეო უშენოდ ცოცხლე ძარმინდა სად არის სხვაგან ასეთი საცობი ლა 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 იყიდეთ ხალხო ბაიკები, იყიდეთ. არ დაიღალეთ ამით. როგორი კარგი და კომფორტული მანქანებიც არ უნდა გყავდეთ. ამ ყველაფრით არ დაიღალეთ. ოპა, ნა. ხო, ოღონდ ჯერ დარება ისწავლეთ. ჰოპ. ვა, ჯიგარი. ასე რომ ინტერნეტში ვიდეოებს როდებთ ხოლმე, აი მძღოლები ასეთები, მძღოლები ისეთები. კაი მძღოლებიც არსებობენ. და მაგათზეც თქვით ხოლმე. აი შემთხვევით შევხვდა ახლა ეს ბიჭი წინ ვინც მიდის და მარტივი წესი. როდესაც ჭადრაკისებურად გიწევთ საცობში მოძრაობა. როგორც წავა ის და როგორი ტრაექტორიითაც აუვლის მანქანებს გვერდს, ისე უნდა მიყვეთ თქვენც. არ შეიძლება მანქანას ორივე მხრიდან აუაროთ გვერდი. უვლის მარცხნიდან უნდა გაყვე მარცხნიდან, უვლის მარჯვნიდან უნდა გაყვე მარჯვნიდან. ადრეც მithქვამს ეს და ნუ ახლაც გეტყვით. ძღოლი გაიხედება მარცხნივ, დაინახავს ბაიკი უსწრებს მარცხნივ, გაიწევა მარჯვნივ. ამ დროს მარჯვნივ ხართ თქვენ, ან ის მეორე ჭკვიანი, ვინც იქნება და დაამტვრევს იმას. ხო, მერე დაბრალდება მანქანის ძღოლს. ასე რომ მსგავსი რამეები რომ არ მოხდეს, ან ინარჩუნებთ დისტანციას და მიყვებით წინ ვინც მიდის იმას, ან საერთოდ ვიკავებთ თავს და მივდივართ წყნარად. მანქანით ასეთ რამეს იზამ? ვერ იზამ. სამაგერად ვიღაცას უქნია ერთხელ და ემიტომ გავძერი იონად. არ არის სანდუ, არა. გეი. დაუბრუნო პატრონს მალე ჯობი.
უმეტესად ბიჭებს უფრო იზიდავს ხოლმე მოტოები. არა ეს როგორ შეიძლება არ მოგეწონოს. ეს რა არის? მაიმუნია ბიჭო? იმასავით არის, ძაღლსო ეთამაშები და არა, არ გიკბეს კაცო. უბრალოდ გეთამაშება, იმ ხელაკბილები ქონდა, იმა რომ იკბინოს ვერე. საავადმყოფოში რომ ხოლმე და რო გეკითხებია რამ გიკბინაო და მაიმუნმო. რო ეთქვი, ვინმე დაგიჯერებს ახლა მაგას. Άντენია 675. 3 ცილინდრი. დავწაო მოვიჭი. დავწაო. აი, სულ მეშინია, სულ და კარგიც არის ეს. მანქანას რო ხედავ გაჩერებულ, სულ მაქვს იმის შიში რომ ვიღაცა კარებს გააღებს და ავილეწები. მქონია კიდეც მსგავსი შემთხვევა. რო გააღეს და მოვასწარი და მუხრუჭება. საბედნიეროდ. ასაკეთებო. აქ ნამდვილად აღარ მოველოდი თუ მიცნობდნენ. მადლობა, მადლობა. ო! სალამ. დავად როგორ ხო? აჰა, სასიამოვნო. ორმაგად. ეს არ გახსოვს? ჰა? აი მე კაცი რო შეკრი, გახსოვს? შენ ხარ? კაცი ეგვა. გაიხარე, აბა წარმატებული. ასევე ვიჭებო ასე. აი აფისა, რაფია, დეკეისტა, სამები როა გავჩერდე ცოტა ხანი დავამორე. რატომ გიცდებია? იქ ბარემ ვიყავ. მე ვაკვაკი. გამარჯობა, გამარჯობა. ედი ვიდეო. ჰა? ედი ვიდეო. ჰა? არაფერს. მულტინაციონალური ხდება ჩვენი არხი ნელ-ნელა. ვიყიდე ჩემი ბაიკი და რომელი? 400 ვიყიდე, მაგრამ ძალიან პატარა იყო ჩემს ზონაში რა. რამდენი ხარ სიმაღლეში? 55. აჰ. და მე 650-ზე გადავჭირე. გეკითხა მაინც, ავი, მაგრამ 400 პატარა. არც 650 გეკრევა, სლადიდო. არა, 650 კარგად მქონდა, მაგრამ მე მოგბეზდა. ავინეცე. აჰა, უი. ასლაპარაკ. დიდი ხნის წინ მოხდა? შარშა, მე ამიკრძალა. ნუ ახ ლოგიკურია. ჩემს შეყარებულსაც მოვიდა.
არა ჯობია. არა მთავარია გადარჩი, ეგ არაფერი. ძალიან ცუდად თავარი. წარმომიდგენია, ეგ კი არა, ერთი კვირა რო არ ვждები ხოლმე, იმენად ცუდათო არა, ყველა სალბაცერად უყურებ უკვე. აი შუქოლანაზე. ეც, წარმატებული. აი, ხოდაი. კი. ვიბარო. ესე იგი მიყურებ. ესე იგი მიყურებ. ჯიგარი ხარ. ასევე, გაიხარ. ყოველთვის სასიამოვნოა მაყურებლებთან შეხვედრა. Omara ჩემი გამოცდილება გავადენდით ყაპანს. აქ რა ხდება? ოპა. ბიჭო, აქ რანაირად მოახერხა ავარიაჭი. რა ხდება? აი ეს ადგილია დაწყევლილი რა. კახეთის სადგეციზე აქ სულ ავარია. აი ნაგლეჯი აქ ჩემ. მოიცა. ამ დროს აქ საცობი არ უნდა იყოს. მე რამდენი მეკაიფებით შე. არა, იმას ხვდები რომ ჩემი ბრალია. რა აგრესიულად ეგრე მით უმეტეს პირველ ზოლში არ უნდა გადახვიდე, მაგრამ იქ მანქანის გაჩერებაა ჩემ. აი, ჩემთვის მოვდივარ. ჩემი გაჭირვება მეყოფა ქარია, წარღნა, რა ვიცი, მათრევს აქეთ-იქით და უყურებ ამ X6 და რაღაცა არ არის ისე რა, აი რაღაც აშკარად არ არის. რაღაცა მხვდება ცუდად. ტაქსი არის. რა მანქანა არ მინახავს ტაქსად გამოყენებული, მაგრამ ეს რაღაც ახალია. რა ვიცი, კილომეტრი რა აღებს ალბათ. 20 ლარი ტაქსში. Opa. Oh, კაცი. Madura. Ara.
Hello. ერიკ. ყველაზე მეტად სიტუაციები გზებს უყურებს. იქნება მალე იქნება. ბიჭო, ერთი გადამიღე. ერთი. როგორ არ? მოდი. თუმცა? არა. ახლა სპეციალურად გავაკეთე მიუესალმე სკუტერზე იჯდა ის ბიჭი და საერთოდ ყურადღებაც არ მოუქცევია და მე სკუტერის პრობლემებს ნუწყინთ ხოლმე რომ როცა ამბობენ ხოლმე აი ბაიკზე ვინც ზის მოტოციკლზე რო ვესალმებით ისინი არ უპასუხობენ იგივე ჟესტით არ გვესალმებიან და ზევიდან გვიყურებენ შეიძლება ვიღაცა მართლა ეგრე გიყურებთ მაგრამ უმეტესო ძირითადად მიზეზი არის ეგ რომ სკუტერზე ძირითადად დელივერზე არის ძალიან ბევრი მუშაობს და როგორც შემოსავლის წყაროს ისე იყენებს მაგბაიკს და ეს მოტოსამყაროს და მოტოკულტურის წესები და ადათები არც იციან არც აინტერესებთ. ამიტომ ნუ გაბრაზდებით ხოლმე და მე მაგალითად ყოველთვის ველოდები თქვენ თუ მომესალმებით, მე ვესალმები ხოლმე მეც. თორე ძალიან ისე გამომდის ხოლმე უქნევ ყველას ხელს და ისინი რო არ პასუხობენ მე სულელურად ჩანვარ ასე ვთქვათ. Toç, ეს რა? Porsche, Ferrari. შვიდათ ვადევნებ თვალს. ძალიან კარგი. საძმაკაცოს იმაზე ნაკლები მანქანები არ უნდა ყავდეთ რა. იდეალურ ცხოვრებაში. Aia. ეს ახალი ზოლი არის, აქეთ ჩერდებით და ეს ხალხი უკან რატო ჩერდება? Ado. ახალ ზოლებს ვერ ხედავთ, ბიჭო, გამაგიჟებთ. ძველი სტოპი იყო იქ ქვევით, მაგრამ ახალი ხო ზემოთ არის. მაინც იქ ჩერდებიან. ჩემი კამერა არ გადაუარო. გადაუარა. ტელეფონზე ილაპარაკე, ტელეფონზე წინ არ იყურო შენ. მაინც იღებს GoPro იმე გიჟი ხარ. Ну, მე რამდენი GoPro უნდა გავტეხო რა, მაჩი. Fake carbon. არ არის ნამდვილი. ესა Tesla არის? BBS-ის დისკებზე? Not bad. Now you. Bля. პირველად მიმტყუნა დაიტონამ. ნუ მიმტყუნა რა კიდადის. წყალი აადუღა. კი არა და წყალი დგას თავის ნორმაზე, მიჩვენებს, მაგრამ აქ გადმოდის. სავარაუდოდ ხუფი არახურია კარგად.
რაიმე ღმერთო. კი. ჩემი ბრალი. Later that same evening. ასე დაამგვარად მივდივართ სახლში წყნარად. დღეისათვის სულ ეს იყო მეგობრებო, ვიცი აუცილებლად მკითხავთ თავარის შესახებ და მე არაფერი მომსვლია, ბაიკსაც შეეხება ფარი გატყდა და პლასმასი, რომელიც ახლით შეიცვალა და სულ ეგ იყო მთელი ისტორია, მაგრამ როდესაც ბაიკზე ჯდები დაღლილი, ფიქრობ 1000 სხვა რამეზე, არა აქვს მნიშვნელობა უკვე რამდენ წლიანი გამოცდილება გაქვს, გაგიმართლებს ერთხელ, ორჯერ, მაგრამ მესამედ არა. ამიტომ გირჩევთ იყოთ ყოველთვის დაკვირვებით, ყურადღებით, ისედაც მცირერიცხოვანიერი ვართ და ხელოვნურად შევამცირებთ ამას. სხვა მხრივ კი თუ ჩემს სხვა ეპიზოდებსაც თვალს გადაავლებთ და პარალელურად არხსაც გამოიწერთ, მე გამიხარდება, მაგრამ თუ არა, ეგეც არ არის პრობლემა. შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში და როგორც ყოველთვის დროებით.